მეოთხე სავარჯიშო გავაკეთოთ. აქ ნახაზის მიხედვით დაწერეთ ფუნქცია s-ი უდრის fx, სადაც s-ი არის აი ამ მართკუთხედის ფართობი. მართკუთხედის ფართობი არის მისი ერთი გვერდის ნამრავლი მეორე გვერდზე. ერთი გვერდი მოცემულია და ეს ვაკა ეს არის x. ეს არის x. მოდი გამოვთვალოთ მეორე გვერდი. ერი არის როგორც ხედავთ წრეწირის რადიუსი. ეხლა აი აქ ნახაზზე თვითონ, არა, აი აქ რო გავატაროთ ესეთი მეორე დიაგონალი, აი ამოვხაზოთ ეს ნახაზი სულაც, ხო? აი ესეთნაირად. ეს მართკუთხედია ეს, ხო? მარტო მართკუთხედი ამოვხაზოთ არ მინდა. აქ არის მისი ცენტრი. და აქედან უნდა გავატაროთ რადიუსი ერთი და მოდით მეორე რადიუსიც გავავლოთ, ხო? ეხლა აი აქ რო დავუშვათ სიმაღლე, აი სამკუთხედი მივიღეთ, არა და ამ სამკუთხედის სიმაღლე რო გავავლოთ, ესეთი მართული იქნება, ხო? და ეს სიმაღლე იქნება მეორე გვერდის ნახევარი. ესე იგი, ეს რო გავაგრძელოთ აქ, არა, ეს იქნება მთლიანად ეს მეორე გვერდი. ეს გვერდი x-ია. ჩვენ ეს მეორე გვერდი გვაინტერესებს, ხო? მეორე გვერდი გვაინტერესებს. აი ეს გვერდი არის x-ის ნახევარი. x-ის ნახევარი. აი ეს გვერდი ასევე x-ის ნახევარია. x-ის ნახევარია და ეს კიდე ერია, ხო? ეს ერია. რადიუსის ტოლი, ერის ტოლი, ეს არის აღნიშნული აქ. და მოდი გამოვთვალოთ აი ეს სიმაღლე h-ი. ეს h-ი თავნიშნული სიმაღლეა, ხო? ეს 1h და 2h იქნება სწორედ ეს მართკუთხედის მეორე გვერდი. ეს მართკუთხედის მეორე გვერდი აი აღნიშნოთ, რომ ეს არის 2h. 1h ვიპოვოთ აი ამ სამკუთხედიდან. h-ის მნიშვნელობა ვიპოვოთ აი ამ სამკუთხედიდან, ხო? აი 1, 2 და 3. აი ეს h-ია. ეს გახლავთ, აი ეს გვერდი არის h. ესე იგი, h-ის კვადრატი ის კათეტია, ხო? კათეტის კვადრატი, ტოლი არის ჰიპოტენუზის კვადრატს გამოკლებული მეორე კათეტის კვადრატი. ჰიპოტენუზა ჩვენ შემთხვევაში არის ერი, აი ეს არის ჰიპოტენუზა, ერი, ამ ერის კვადრატს უნდა გამოვაკლოთ. ერის კვადრატს უნდა გამოვაკლოთ აი ეს x-ის ნახევრის მეორე კათეტის, აი ეს x-ის ნახევრის კვადრატი, აი ეს კვადრატი. ანუ x-ის ნახევრის კვადრატი ეს არის x-ის კვადრატი შეფარდებული 4-თან. x-ის კვადრატი შეფარდებული 4-თან. ეს 4-თან. ეს გახლავთ h კვადრატი. თვითონ h-ი ტოლი იქნება, ნუ კვადრატული ფესვი აი აქედან. ხომ, ნუ რო გავამარტივოთ, იცით, აი 4 უნდა გამოვავლოთ r კვადრატზე, 4r კვადრატს მინუს x კვადრატი ესე იქნება, ხო? 4r კვადრატს minus x კვადრატი შეფარდებული 4-თან, მაგრამ ვინაიდან აქ ჩვენ გვექნება ესეთი ფესვი უნდა ამოვიღოთ, ხო? აი ეს ფესვი იქნება და 4-დან რო ფესვი ამოიღო, იქნება 2, ხო? აქ პირდაპირ 2 დავუწეროთ რა. ეგ თვითონ h-ი ამის ტოლია. h-ი ამის ტოლია. და მართკუთხედის ეს გვერდი 2h-ი არის, როგორც ხედავთ, არა? ეს 2-ზე გამოვავლოთ, ეს 2 შეიკვეცება იმორთან და დაგვრჩება, რომ ესე იგი 2h-ი უდრის ეს კვადრატული ფესვი, როგორც ხედავთ, აი ამ ესე იგი 4r კვადრატს minus x კვადრატიდან. 4r კვადრატს minus x კვადრატი. minus x კვადრატი და აქედან კვადრატული ფესვი. ეს არის 2h-ი. ანუ ეს გვერდი, მართკუთხედის აი ეს გვერდი. ეს გვერდი x-ია. ეს არის 4 ფესვი 4r კვადრატ minus x კვადრატი. ესე იგი ამ მართკუთხედის ფართობი რო ვიპოვოთ, ანუ s-ი, ტოლი არის x-ი გავამრავლოთ ამ ფესვი 4
4 კვადრატ minus x კვადრატი minus x კვადრატი. ეს ფესი უნდა გავაყოლოთ ამას ეს ფესი. შო. აი ეს არის ამოცანის ამოხსნა. ეს არის სწორედ ეს ამოკიდებულება x-თან. იმას რასაც ამოცანა გვეკითხება. ეს არის ეს უდრის x-ი ფესი 4 კვადრატს minus x კვადრატი. ხო. ეხლა აქ მეორე ამოცანა აქ არის ABC სამკუთხედში mn-ი პარალელურია AC-ი, აი ეს mn-ი პარალელურია AC-ი და უნდა ვიყოთ უნდა დავწეროთ აი ამ mkn სამკუთხედის ფართობი როგორც x-ის ფუნქცია. სადაც x-ი თვითონ არის აი ამ ABC დიდი სამკუთხედის ფართობი როგორც ხედავთ, ხო? მეხუთე სავარჯიშო გავაკეთოთ ახლა ამისთვის მოდით ეს სამკუთხედი ამოვხაზოთ ასეთნაირად როგორიც არის დაახლოებით ისეთი ეს არის AB გვერდი ეს არის BC გვერდი და ეს გახლავთ AC გვერდი ხო ესეთი რაღაცა ეს სამკუთხედი ხო ესე იგი ეს არის A B და C გვერდები პირობის თანახმად აი ეს B-ნი და NC ერთმანეთის ტოლი აქ ხაზები აქვს ორივეს გასმული და M-ნი როგორც ხედავთ აქ პირობაში პარალელური AC-ი. ამრიგად M-ნი უბრალოდ წარმოადგენს ამ სამკუთხედის შუახაზს, ხო? აი ეს გვერდი, აი ამ გვერდის ტოლია, ხო? NB არის NC-ის ტოლი და თვითონ ესე იგი M-ნი არის სამკუთხედის შუახაზი. ეხლა აქედან უკვე გამომდინარეობს რომ თვითონ აი ეს NK-ც არის სწორედ ხო NK ეს მონაკვეთი რო გავავოთ NK აქ მითებული არ არის რომელი NK ხო შუახაზია თუ რა არის მაგრამ ერთი რამ ასეთია რომ ეს სამკუთხედები ეს 4 სამკუთხედი იქნება ტოლ დიდი სამკუთხედი ანუ მათ ფართობები ერთმანეთს ტოლი იქნება ეხლა ვაჩვენებთ რატომ ხო ეს არის K წერტილი და აი ეს გახავთ ესე იგი MNK სამკუთხედი. და ჩვენ უნდა დავწეროთ აი ესეთი ფუნქცია MKN სამკუთხედის ფართობი, აი ამ სამკუთხედის ფართობი დაშტრიხული რომელიც არის ნახაზზე, ამ სამკუთხედის ფართობი როგორც x-ის ფუნქცია, ხო? ესე იგი ფართობი MKN-ის MKN-ი როგორც x-ის ფუნქცია, სადაც x-ი არის ABC დიდი სამკუთხედის ფართობია, ხო? როგორც ესე იგი ფუნქცია, ესე იგი f(x)-ის, ხო? ასე დავწეროთ f x-ი, სადაც x-ი არის აი ეს დიდი სამკუთხედის ფართობი. ხო, აი აქედან ახლა ვინაიდან ეს შუა ხაზია, ხო? აი ეს მონაკვეთი ამ მონაკვეთის ტოლი, ეს მონაკვეთი ამ მონაკვეთის ტოლი. აი ხო ჩვენ დავუშვათ ესეთი სიმაღლე. ამ გვერდზეა რა. სიმაღლე. ეს ჰაში. აი სიმაღლე ხადია იქნება აი ამ სიმაღლის ტოლი. ვინაიდან აი ეს შუა ხაზია, ხო? აი ამ გვერდ შუაზე ყოფს, ეს გვერდი ამ გვერდის ტოლია, ну ცხადია რომ ეს გვერდიც აი ამ გვერდის ტოლი იქნება. ეს ორი მონაკვეთი კიდე ერთმანეთს პარალელურია და ну ეს ორი გვერდი ერთმანეთის ტოლი იქნება. აქედან თუ დავუშვებთ სიმაღლეს ხო? ეს სიმაღლეც აგრეთვე ამათი ტოლი იქნება. ანუ ეს ერთი, მეორე და მესამე სიმაღლეები ერთმანეთის ტოლია და აგრეთვე ეს მეოთხე სიმაღლეც არის ამათი ტოლი. ანუ ესე იგი ეს ოთხივე გავლებული ხაზი ერთმანეთის ტოლია. ჰაში თავნიშნოთ ეს თითოეული მათგანი აქ ერთ-ერთს დავაწეროთ რომ ეს ჰაშია. ხო? და ესე ყველა რა თქმა უნდა ჰაშის ტოლია. ეხლა თვითონ MNK სამკუთხედის ფართობი არის MN გვერდი გამრავლებული ჰაშზე და გაყოფილი 2-ზე, ხო? ესე იგი MN გვერდი MN-ი გავყოთ 2-ზე და გავამრავლოთ ჰაშზე. ეს არის ამ სამკუთხედის ფართობი. ხო, აგრეთვე აი ამ სამკუთხედის ფართობი იქნება კაცე გავყოთ 2-ზე და გავამრავლოთ ჰაშზე.
ანუ ამ სამკუთხედის ფართობი იგივე აი ამ mnk სამკუთხედის ფართობის ტოლია, რადგან კაცე ტოლი არის mn-ის და h კიდე ამ h-ის ტოლია, ხო? ანუ მათი ნამროვლის ნახევარი ცხადე იგივე mn-ის აი ამ h-ზე ნამროვლის ნახევრის ტოლი იქნება. აგრეთვე აი ამ სამკუთხედის ფართობი და ამ სამკუთხედის ფართობიც ერთმანეთის ტოლი. ესე იგი აი აქ 4 სამკუთხედია, რომელთა ფართობები ერთმანეთის ტოლია. ანუ ეს არის ტოლდიდი სამკუთხედები და თვითონ mnk ამ 4 სამკუთხედის ფართობების ჯამი არის სწორედ მთლიანად ABC-ს ფართობი. ამრიგად mnk სამკუთხედის ფართობი წარმოადგენს ამ დიდი სამკუთხედის ფართობის 1/4-ს. ესე იგი ჩვენ ეს ფუნქცია ახლა შეგვიძლია ესეთნაირად დავწეროთ, რომ ეს სამკუთხედი mnk, ხო? mnk არა mnk. ესე იგი ეს არის mnk სამკუთხედის ფართობი. უდრის 1/4 ეს ABC. ეს ABC. აი ესეთი დამოკიდებულება, აი მოვ სიდიდეს შორის ეს ABC. ეს B არა, ერს გავსწორდა, მაგრამ ეს არის B. აი ეს არის ამ ამოცანის ამოცანა. და მეექვსე სავარჯიშო, ნებისმიერ x ნამდვილად შევსაბამოთ ფიგურულ ცხულში x-ი, ეს ნიშნავს ეს არის მისი წილადი ნაწილი. ესე იგი წილადი ნაწილი მიიღება თვითონ ამ რიცხვს, მთელ რიცხვს, რომ გამოვაკლოთ მისი მთელი ნაწილი. მთელი ნაწილი ეს სიმბოლურად აღნიშნულია როგორც აი კვადრატულ ჭრილში ჩასმული x. არის თუ არა მოცემული შესაბამისობა ფუნქცია. დიახ, ეს მოცემული შესაბამისობა არის ფუნქცია, რა თქმა უნდა. მისი განსაზღვრის არე იქნება მინუს უსასრულობიდან პლუს უსასრულობამდე. ესე იგი მთელი რიცხვით ერთ იქნება მისი განსაზღვრის არე მინუს უსასრულობიდან პლუს უსასრულობამდე. ეს გახლავთ განსაზღვრის არე, ანუ e, ხო? e უდრის d უпростовად d definition არა განსაზღვრის არე არის მინუს უსასრულობიდან პლუს უსასრულობა და მნიშვნელობათა არე კი e ტოლი იქნება მინუს 1-დან პლუს 1-მდე. y შეიძლება შეიცვალოს მინუს 1-დან პლუს 1-მდე. თან ისე რომ არც მინუს 1 გახდება და არც პლუს 1 გახდება რა. ესე იგი აი ესეთი ინტერვალი იქნება. უბრალოდ აი ვიდეა ესეთი ფჩხილი მინუს 1, ამას ქვია ცოტა კაცრი ტოლობა, ხო? პლუს 1. აი ამ ინტერვალში იქნება მისი განსაზღვრის მისი მნიშვნელობათა არე, მნიშვნელობათა სიმრავლე. რაც შეეხება მოცემული ფუნქციის გრაფიკს, ამ ფუნქციის გრაფიკი რო დავხაზოთ, ხო, ესე იგი, აი ესე მოვიქცეთ, ხო, რა თქმა უნდა, x-ი და y-ი გავავლით y-ს, x-ს და ფუნქციის გრაფიკს ასეთი სახე იქნება, ვარყოფითი და აი იქნება მინუს 1-სა და პლუს 1 შორის, აი ეს ვავიღოთ, ხო, ეს მნიშვნელობები აქვს, ჯობია რომ ესე მონიშნოთ, აი მითი რა წყვეტილი ხაზით, ხო, ესე იგი პლუს 1-ზე მეტი ვერ გახდება ესა და ვერც მინუს 1-ზე ნაკლები ვერ გახდება. ხო? და მისი მნიშვნელობა იქნება, ხო, და ესე აქედან აი ესე ესეთი რაღაცა იქნება, რა ეს გრაფიკი. აი ესეთი სახე იქნება. აი კაც ესეთი აი ამისი სიმეტრიული იქნება აი ესეთი. ესეთი იქნება აი ფუნქციის გრაფიკი. ესეთი სახე იქნება მას.